არის მზარდი ტენდენცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების. აი ამ სხვადასხვა დეითინგ აპლიკაციების პოპულარობა. დასრული ადამიანი, რომელიც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით არის დაკავებული, დიდი ალბათობით მინიმუმ ერთი ტიპის პაპილომა ვირუსს შეიძენს ცხოვრების განმავლობაში. პრეპი ეს არის მედიკამენტი, რომელიც პრევენციას უზრუნველყოფს HIV ინფექციისას. აი ეს საშუალებები განსხვავებული, იმიტომ რომ თვითონ ორალური სექსი არის სხვადასხვა ტიპის. კონკრეტული თემისთვის კი არ არის ეს რაღაცა ყველაზე მაღალი რისკი, არამედ ზოგად პოპულაციაში გვაქვს. გამარჯობა, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი და დღეს გვაქვს მორიგი საინტერესო თემა შერჩეული, ეს არის სქესობრივი გზით გადამდები და ავადებები, ეს არის უსაფრთხო სექსის პრაქტიკები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოსულია გიორგი კუჭუხიძე, ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისში. ის აკეთებს მონიტორინგს აი ამ მონაცემების და შესაბამისად ახლა ამ საშუალებას გვინდოდა ეს საშუალება გამოგვეყენებინა და ჩვენს გვემსჯელა როგორი ტენდენციებია ევროპასა და საქართველოში. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა ზურა მოწვევისთვის, მივესალმები შენ მაყურებელს. გიორგი, მოდი დავიწყოთ ესეთი ზოგადი შესწავლით, რომ აი ზოგადად როგორი ტენდენციებია ევროპის რეგიონში სქესობრივი გზით გადამდები და ავადებებთან დაკავშირებით და საქართველოს მონაცემების თუ გვაქვს და საქართველოში რა ხდება ამ მიმართულებით. აი ტენდენციების თვალსაზრისით. კი ბატონო. ალბათ თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ეს არის ინფექციები, რომელიც გადადის სქესობრივი კონტაქტით, მათ შორის ორალური, ანალური და ვაგინალური კონტაქტით. ესე იგი, ზოგადად ანუ ამ ინფექციების და ზოგადად სქესობრივი გზით გადაცემის დოკუმენტირება ხდება 20-ზე მეტ ინფექციის შემთხვევაში. თუმცა არსებობს სულ რამოდენიმე ინფექცია, რომელიც ექსკლუზიურად გადადის ამ გზით. და როგორც წესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც ვსაუბრობ სტატისტიკაზე, აკეთებენ აქცენტს სწორედ ამ 4 ინფექციაზე. ხდება ამ ინფექციების მონიტორინგი და გარკვეული მონაცემების შეგროვება ქვეყნებიდან. ეს არის 3 ბაქტერიული ინფექცია, ქლამიდია, გონორეა და სიფილისი და ასევე ტრიქომონა, რომელიც არის პარაზიტული ინფექცია. აი სწორედ ეს 4 ინფექცია არის ფოკუსი, კიდე იმიტომ, რომ 4-ვე ინკურნება სწორი მკურნალობის შემთხვევაში. თუ შევხედავთ მონაცემებს, რაც გვაქვს ამ 4 ინფექციაზე, ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ უბრალოდ ყოველდღიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი ინფიცირდება ამ ინფექციებით მსოფლიოში. მარტო ამ 4-ით თუ ზოგადად? მარტო ამ 4 ინფექციით. როგორც თქვი, ფოკუსი ეს 4 ინფექცია, როდესაც მონიტორინგს და ზედამხედველობას გულისხმობთ. ამ 1 მილიონიდან დაახლოებით 75% წილი მოდის ქლამიდიაზე და ტრიხომონაზე. ხოლო რაც შეეხება სიფილისს და გონორეას, სიფილისის ბოლო წლის მონაცემით მსოფლიოში იყო დაახლოებით 8 მილიონამდე შემთხვევა, ხოლო გონორეის 80 მილიონამდე შემთხვევა. ეს არის მსოფლიო მონაცემები. თუ უფრო დეტალურად შევხედავთ ევროპის რეგიონს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონი, ეს არის 53 ქვეყნის ერთობლიობა და მოიცავს ქვეყნებს დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ჩვენს და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებს. სულ არის 53 ქვეყანა. ამ შემთხვევაში სუსტად იგივე ესეთი გამოთვლითი ციფრებით, ანუ მოდელირებით, მათემატიკური მოდელირებით მიღებული ციფრებით, დაახლოებით 96-97,000 სიფილისის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, შემთხვევა გვხდებოდა ევროპის რეგიონში.
და საგულისხმოა, რომ თუ შევხედავთ მაგალითად სტატისტიკურ მონაცემებს წლების მიხედვით, შეინიშნება ტენდენცია ზრდის. ზრდის ტენდენცია შეინიშნება 4-ვე ბაქტერიული, ბოდიში 3-ვე ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში და ყველაზე დიდი ზრდა არის სიფილისის შემთხვევაში. როგორც ევროპის რეგიონში, ისე მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც თუ შევხედავთ რეგისტრირებულ შემთხვევებს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. აქამდე გქონდა მცირე ვარდნა, პირიქით შემცირება 2020 წელს და ეს დიდი ალბათობით გამოწვეული იყო COVID პანდემიის გამო, როდესაც ტესტირება იყო ზოგადად შემცირებული და ანუ კონტაქტებიც მაღალი რისკის კონტაქტებიც ადამიანებს შორის რიგი მიზეზების გამო და შეზღუდვების გამო. ან მაშინ როცა იდეაში ჩვენ საუბრობდით სიფილისის დამარცხებაზე და სტრატეგიებიც გქონდა ხო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ამ სიფილისის ელიმინაციაზე მართვაზე ამ შემდეგ და მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი რომ პირიქით იმატებს თემ მსოფლიოში ყველგან იმატებს ეს მაჩვენებს. დღემდე არის რა თქმა უნდა სტრატეგია და ეს სტრატეგია ფოკუსირებულია როცა ვსაუბრობ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე, ანუ ისევ ექსკლუზიურად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე, აქცენტი არის ამ 4 ინფექციაზე, თუმცა კიდე არის აღსანიშნავი სხვა მნიშვნელოვანი ინფექციები, რომელიც სქესობრივი გზითაც გადადის, თუმცა არ არის ეს ექსკლუზიური გადაცემის გზა. ნუ აი მაგალითად ალბათ უნდა აღვნიშნოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსული ჰეპატიტი B, რომელიც ასევე გადადის სქესობრივი გზით და გარდა ამისა ასევე სისხლით. უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ინფექცია სქესობრივი გზით გადადის, ძირითადად, უბრალოდ პაპილომავირუსის შემთხვევაში დიდი აზრი არ აქვს სტატისტიკური მონიტორინგის წარმოებას, ვინაიდან ვიცით, რომ დასრული ადამიანი, რომელიც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით არის დაკავებული, დიდი ალბათობით მინიმუმ 1 ტიპის პაპილომავირუსს შეიძენს ცხოვრების განმავლობაში. ანუ რეალურად სტატისტიკის წარმოებას აზრიც არ აქვს და პაპილომავირუსის შემთხვევაში გვაქვს იმის ბედნიერება, რომ არსებობს ვაქცინა, რომელიც 2 კომპონენტიანი დღესდღეობით 4 კომპონენტიანი 9 კომპონენტიანი, რომელიც იცავს აი იმ განსაკუთრებით საშიში ტიპებისგან პაპილომავირუსის ადამიანებს, რომელიც შესაძლოა იწვევდეს, რომელთან არსებობს კავშირი ამ ტიპებს და სიმსივნის განვითარებას შორის. შესაბამისად, ანუ რა თქმა უნდა, პაპილომავირუსიც მნიშვნელოვანი ინფექციაა, თუმცა იმ 4-ისგან განსხვავებით ცოტა სხვა ტიპის პრევენცია შეგვიძლია გავაკეთოთ, იმიტომ რომ მარტივად გვაქვს ვაქცინა, რომელიც იცავს ადამიანს ამ ძალიან ეფექტური. ძალიან ეფექტური. ბოდიში B ჰეპატიტიზეც ვიტყვი, რომ ამ B ჰეპატიტის შემთხვევაშიც გვაქვს ვაქცინა, ისიც ძალიან ეფექტური. ისიც ძალიან ეფექტური. ყველა ეს ინფექცია, რაც ჩამოთვალეთ, არის ასევე გადაცემის გზა შეიძლება იყოს ასევე დედიდან ბავშვზე. ანუ რო ვთქვი, რომ ექსკლუზიურად გადადის სქესობრივი გზით, ასევე გადადის დედიდან ბავშვზე, ან ორსულობის დროს, ან მშობიარობის დროს. B ჰეპატიტი კიდე განსაკუთრებით, ხო? ეს ძირითადი გადაცემის გზა. მაგრამ არსებობს პრევენციის გზები, ალბათ მაგაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა არის და აი სტრატეგიებზე რო ვსაუბრობდით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს განსაკუთრებით სპეციფიკური სტრატეგია დედიდან ბავშვზე ინფექციების გადაცემის პრევენციაზე და ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ აი 3 განსაკუთრებით ინფექციის შემთხვევაში, ეს არის HIV ინფექცია, ეს არის სიფილისი და B ჰეპატიტი, შეიმუშაონ ისეთი პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები, რომ მოხდეს პრევენცია და საბოლოოდ ელიმინაცია დედიდან ბავშვზე ამ ინფექციების გადაცემის. და უკვე არის რამოდენიმე ქვეყანა, რომელსაც, ზოგადად რეკომენდაციაა, რომ სამაგი ელიმინაცია მოხდეს 3-ვე ინფექციის, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც 1 ინფექციის ან 2 ინფექციის ერთდროულ ელიმინაციაზე ხდება აქცენტი. რა თქმა უნდა, არავის უშლით ამას, უბრალოდ რეკომენდაციაა, რომ ფოკუსი იყოს 3-ვე ინფექციაზე, ვინაიდან გადაცემის გზები ძალიან მსგავსია და პრევენცია უნდა დაიგეგმოს ანტენატალური მზრუნველობის დროს, მოვლის დროს და მშობიარობის დროს. ხართ-ეფექტურიც იქნება ესე ხო ერთდროულად, იმიტომ რომ გავს ეს ინფექციები რაღაცა მახასიათებლებით მე ერთმანეთს, ხო? აი რომელ ინფექციებსაც დღეს ჩვენი პოდკასტის ფარგლებში განვიხილავთ, ხო? მე ბოლოში გავაკეთოთ
პრევენციული გზების შეჯამება, ხო? სად გვაქვს ვაქცინა, სად გვაქვს იმუნოგლობულინები მაგალითად და ასე შემდეგ და ეს ამასაც მე თავი მოუყაროთ. გიორგი, შენ ასევე ახსენე გონორეაც, ხო? და ეს გონორეაც რაღაცა დიდ საფრთხეთ მოგვიბრუნდა უკან, იმიტომ რომ ეს რეზისტენტული ვარიანტებია გავრცელებული და ამას განუმარტავ ახლა ჩვენს მსმენელებსაც, რას ნიშნავს რეზისტენტული ვარიანტი? ეს არის ისეთი ვარიანტები, შტამები, ფორმები, სეროტიპები ამ დაავადების, რომლის მიმართაც, რომლებიც მედეგი გახდა ანტიბიოტიკების მიმართ და ძნელად იკურნება. ხო? აი, მაგისი აღრიცხვა ხორციელდება ესე ცალკე? თუ გაქვთ მონაცემები, რომ ქვეყნების მიხედვით, კი ზოგადად რეგიონის მიხედვით, როგორია წილი, რამდენად იზრდება აი ამ რეზისტენტული ვარიანტებისა. მე მგონი საქართველოშიც ალბათ იქნება, ხო, დაფიქსირებული ეს. კი ბატონო, შენი კითხვა, ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ქვია გონოკოკის ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამა, ეგრეთ წოდებული GASP, რომელიც ზუსტად აღრიცხავს ქვეყნებიდან ამ მონაცემებს, ანუ ეს პროგრამა აგროვებს მონაცემებს ქვეყნებიდან ზუსტად რეზისტენტობის პროფილების შესახებ. პრობლემა ის არის, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არსებობს ესეთი ცენტრალიზებული სისტემა ზედამხედველობის რეზისტენტობაზე, ზედამხედველობის და ზოგადად რა თქმა უნდა ეს დიდი პრობლემა არის, ანუ რეზისტენტული გონოკოკი, გონორეა არსებობს მთელი რიგი ანტიბიოტიკების რომელიც პოტენციურად მოქმედებს გონოკოკზე, თუმცა ძალიან ბევრის მიმართ უკვე არსებობს რეზისტენტობა, რომ აწარმოონ ეს ზედამხედველობა ლოკალურ დონეზე, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება არის ძალიან განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, ვიცით, რომ საქართველოს წლების განმავლობაში ანტიბიოტიკი აფთიაქში ურეცეპტოდ გაიცემოდა და იყო მისი გამოყენება. ეხლაც გიორგი. ეხლა ვიცით, რომ მექანიზმი მაინც არსებობს, ვიცით, რომ მაგის მიუხედავად მაინც არის შესაძლებელი ანტიბიოტიკის შეძენა. შესაბამისად, მაგალითად, პროფილი საქართველოში სავარაუდოდ განსხვავებული იქნება, მაგალითად, გერმანიის ან პოლონეთის პროფილისგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქვეყანას ჰქონდეს ეს ინფორმაცია, რომ იცოდნენ აი თავიანთი მოსახლეობისთვის რა არის ყველაზე ადეკვატური და რელევანტური მკურნალობა. ესე რომ ეს მართლა პრობლემა არის და ამისათვის საჭირო ამ სისტემების შექმნა, ზედამხედველობის სისტემების შექმნა. არ გვიხსენებია აივ ინფექციაში ამ კონტექსტში, ხო? მან როგორი სურათი გვაქვს ახლა გლობალურად? მცირდება, იზრდება, ჩემი მოლოდინით უნდა მცირდებოდეს, ან დასტაბილურებული მაინც უნდა იყოს და გვაქვს რეალურად ესეთი სურათი? ხო, რეალურად ყველას გვინდა რომ მცირდებოდეს, იმიტომ რომ აქაც გვაქვს სტრატეგია. ყველა ამ დაავადების ინფექციის შემთხვევაში გვაქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია, რაც კარგია, იმიტომ რომ თუ არ არის ამბიციური სტრატეგია, მერე რეალურად ეს ამბიციურობა გმატებს მეტ სტიმულს, რომ მიხვიდე იქამდე, ხო? მაგრამ ნუ სამწუხაროდ ის ტრაექტორია, რაც ახლა გვაქვს, აი ინფექციის შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მივახციოთ იმ სამიზნე მაჩვენებლებს, რაც გვაქვს და ალბათ გსმენიათ 95-95-95-ის შესახებ, რომელიც არის გაეროშიც პროგრამის მიერ შემუშავებული და პარტნიორების მიერ შემუშავებული სტრატეგია. მოკლედ, რო შევხედოთ ევროპის რეგიონს, მოლოდინი არის, რომ ახალი ინფექციები უნდა მცირდებოდეს ყოველწლიურად, თუმცა ბევრი წლის განმავლობაში იზრდებოდა ახალი ინფექციები, აი ბოლო წლების განმავლობაში აი ინფექცია და ბოლო 2-3 წელია შენარჩუნებულია ერთ დონეზე, ანუ არც მცირდება, არც იზრდება. ეს არის ისევ მათემატიკური მოდელირებით მიღებული ციფრები და ნუ აი მაგალითად ევროპის რეგიონისთვის სავარაუდოდ 160,000-მდე ახალი შემთხვევა იყო ჩვენ რეგიონში აი ინფექციის გადაცემის. თუმცა ეს არის მოდელირებული მათემატიკური მოდელირებით მიღებული ინფორმაცია. ხო, ანუ რაღაც პოპულაციაზე გატესტილი და იქიდან საშუალო მერე განზოგადებული, ხო? ეს არ არის ყველა გაიტესტა და იქიდან ვიცით. არა, ეს ტესტი აქ არ არის საუბარი. ეს არის მათემატიკური მოდელირება, რომ მოგცეს სურათი რა ხდება რეგიონში. თუმცა რეალურად, ანუ მე მოლოდინი არის, რომ ქვეყნებში პროგრამები რაც ხორციელდება, ამათმა აღმოაჩინონ ეს შემთხვევები და დაარეგისტრირონ და რაც შეიძლება მალე დაიწყოს კურნალობა, ხო? და აი აქ გვაქვს პატარა პრობლემა, იმიტომ რომ აი თუ შევხედავთ ისევ სტატისტიკურ მონაცემებს, აი ბოლოს
ჩვენ რეგიონში დარეგისტრირდა 100,000 HIV ინფექციის შემთხვევა. ამას უწოდებთ არა ახალ შემთხვევას, იმიტომ რომ უწოდებთ უბრალოდ ახლად დარეგისტრირებულ შემთხვევას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბუნებიდან გამომდინარე ამ დაავადების, ამ ინფექციის შეიძლება წლების განმავლობაში სიმპტომები საერთოდ არ იყოს. ანუ არა აქვს აი ინფექციას, თვითონ ინფექციას კონკრეტული რაღაცა. ხო, როგორც შემთხვევით თუ არ გაიტესტე, ვერ გაიგე. ხო, დასაწყისში. ნუ სანამ იმუნიტეტი არ დაქვეითდება და არ იჩენს თავს ოპორტუნისტული დაავადებები. ხო და ეს როგორც წესი ხდება 5-დან 10 წლამდე პერიოდში. ანუ ამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ადამიანი უსიმპტომოდ იყოს, შესაბამისად არ მიმართოს დაწესებულებას ტესტირებისთვის, არ ჩაიტაროს თვითტესტირება და დიდი ბევრი წლის განმავლობაში იყოს დაუდგენელი ინფექცია. შესაბამისად ეს რეგისტრირებული შემთხვევები არ ვიცით არის ახალი შემთხვევები თუ ძველი შემთხვევები, რომელიც უბრალოდ იმ წელს გამოვლინდა, ხო? ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გვიანი დიაგნოსტირება ხდება ჩვენ რეგიონში და საქართველოშიც იგივე პრობლემა არის, ეს არის ერთ-ერთი მონაცემი, რომელსაც უყურებთ, ეს არის CD4 უჯრედების რაოდენობა. 50%-ზე ოდნავ მეტი იყო გვიან დიაგნოსტირებული შემთხვევა. რეალურად წლების, სავარაუდოდ თვეების თუ არა წლების შემდეგ დიაგნოსტირებული შემთხვევა და ან ყველა ამასე კოლექტიურად ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, მთლიან რეგიონშია ეს პრობლემა. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უფრო დროულად მოხდეს HIV სტატუსის დადგენა და დროულად კურნალობაში ჩართვა. ეს 95 არის რეალურად ელიმინაციის სტრატეგია, ხო, HIV ინფექციაში იცის. ხო, არ ვიტყოდი HIV ინფექციის, იმიტომ რომ HIV ინფექციის ელიმინაციას ვერ მოვახდენთ ბუნებრივია, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრობენ ამ ინფექციით. ანუ შიცის ელიმინაციაზეა უფრო საუბარი და ახალი ინფექციების შემცირებას, რომ ანუ ტრანსმისიის ჯაჭვი გავწყვიტოთ, აღარ მოხდეს ახალი ინფექციის გავრცელება აქტიურად და HIV შიცის ელიმინაცია, იმიტომ რომ შიცი ეს არის უკვე შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც უკვე ნიშნავს, რომ ძალიან დაგვიანებულია მკურნალობის დაწყება. თუმცა არასდროს არ არის გვიანი მკურნალობის დაწყება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც ადრე მით უკეთესი. რაც ადრე მით უკეთესი, მით უმეტეს მე ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორი დამხმარე საშუალებები გვაქვს და რამდენი ინსტრუმენტი გვაქვს HIV ინფექციის საწინააღმდეგო და რომლებმაც დღეს თითქმის პრობლემა რო აღარ არის HIV ინფექცია, სწორედ ამ მედიკამენტების დამსახურებაა და ვისაუბრებთ იმაზე, რომ როგორ უნდა მივიღოთ ეს მედიკამენტები, იმიტომ რომ მათ შორის საქართველოში გვაქვს ხო ეს პროგრამა და ბევრმა ხშირად არის ის ხოლმე, რომ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროგრამა, ან რა სერვისებია და ვისთვის არის, ან როგორ შეიძლება რომ ჩაერთოს და მიიღოს. ეხლა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ხო? ანუ ძირითადად ეს ინფექციური დაავადებები, რომლებიც ექსკლუზიურად სქესობრივი გზით ვრცელდება, ან სქესობრივი გზითაც ვრცელდება, გადაცემის გზებს, ხო, მაგალითად ეხლა სისხლგაადებადი ინფექციების შემთხვევაში, ხო, როგორც არის მაგალითად HIV ინფექცია ან B ჰეპატიტი, ისინი სქესობრივი გზითაც გადადის, მითაც დედიდან შვილზეც გადადის, ხო, სხვადასხვა გზები შეიძლება კონდეს. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ექსკლუზიურად კი არა და უფრო მეტად ეს არის სქესობრივი გზა ამ ინფექციების გავრცელების. აი ამ მსჯელობაში ხა სწორი ვარ, რომ აი მაინც ეს რჩება დღეს ესეთ მნიშვნელოვან გამოწვევად? კი ბატონო, აი ვისაუბრეთ მაგალითად იმ 4 ინფექციაზე, ხო, რომელიც ფოკუსი არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებზე რო საუბრობთ. შიციც, ანუ HIV ინფექცია შიციც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, მაგრამ როგორც აღნიშნე, ექსკლუზიურად სქესობრივი გზით გადამდები დაავადება არ არის. და როგორც ესე, ანუ HIV შიცის პროგრამა ცალკე მდგომი პროგრამა არის და ცალკე განვიხილავთ ამ ინფექციას. აი 4 ინფექციის შესახებ რაზეც ვისაუბრეთ, ხო, ისინი იმ შემთხვევაში კი ექსკლუზიურად სქესობრივი გზა რჩება მთავარ გადაცემის გზად. ანუ აი ეს მილიონობით შემთხვევებზე რო ვისაუბრეთ, მილიონობით შემთხვევა ხდება ზუსტად სქესობრივი გზით გადაცემით. თუმცა იქაც არის სხვა გზები ზოგ შემთხვევებში, მაგალითად აი თუ ვისაუბრებთ სიფილისზე, ხო? ანუ სიფილისს ახასიათებს მაგალითად წყლულების წარმოქმნა, ხო? თუ არ მკურნალობთ სიფილისს, ანუ აი წყლულებზე კანიდან კანზე skin to skin კონტაქტს რო ეძახიან, ანუ
გენიტალური კონტაქტი კანიდან კანზე, შეიძლება იყოს ასევე გადაცემის გზა. ანუ არ არის საჭირო რომ მაგალითად პენეტრაციული სქესობრივი კონტაქტი მოხდეს, რომ გადაეცეს ამ შემთხვევაში სიფილისი ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს. ანუ არსებობს აი ეს ყველა პრევენციული საშუალებები, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შევაჩეროთ ეს გადაცემის გზები და ალბათ ღირს რო ვისაუბროთ ამ ხო, ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პრევენციის გზებზეც და მაინც აი ეს მატება სტატისტიკაში, მაშინ როცა ამბიციური გეგმები გვაქვს ამ ინფექციების დამარცხების, ნუ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, ხო? აქ პირველ რიგში რასაკვირველია საუბრობთ ისევ ადამიანების ქცევაზე, ნუ რაღაცები იცვლება, ანუ ეს რაღაცა კონსტრუქტი იცვლება სოციალური ჩვენ გარშემო, რომელიც მერე სხვადასხვა ქცევებს ახალისებს და ნუ შედეგები გვაქვს, მერე შენ შენს კომპიუტერში უყურებ ხოლმე, ხო? რა მონაცემებიც გროვდება ჩვენ გარშემო. ერთ-ერთი ხა რო ვეცნობ ამ ეპიზოდის მომზადების დროსაც ერთ-ერთი ხშირი მიზეზი, რომელსაც ხშირად ასახელებენ ხოლმე, ესენი არის აი ამ სხვადასხვა დეითინგ აპლიკაციების პოპულარობა, რომელმაც ძალიან გაამარტივა ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ხელი შეუწყო პარტნიორების სიმრავლეს ადამიანებში, რომელმაც ნუ პროცენტულად გაზარდა შემთხვევების ალბათობა, სავარაუდოდ, ხო? ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, რომელსაც ახლა შეიძლება რაღაცა ისეთი საფუძვლები არ ქონდეს კვლევითი, მაგრამ მე მაინც მგონია ასევე რომ ნუ ამას ასევე საუბრობ იმაზე დაკვირვებით, ჩემ გარშემო რას ლაპარაკობენ და როგორი განწყობებია. იმიტომ რომ ცოტა რაღაცები შეიცვალა, ახლა 10 და 15 წლის წინ ადამიანებს უფრო მეტი შიში ჰქონდათ სქესობრივი გადამდები დაავადებების, დღეს თითქოს ნაკლები, რომელიც უკავშირდება მათთვის ყველა საშიში ინფექციების პრევენციას. როგორც არის მაგალითად HIV ინფექცია. ხო, შეუძლია რომ ჩაერთოს პრეპის პროგრამაში, ამიტომ თulis რომ ნუ კაი ეგ ოკეია, B ჰეპატიტზე აცრილია, პაპილომავირუსი შეუძლია რომ აიცრეს და მე უნებიან სხვა რაღაცები კიდე აგერ იკურნება. კაცო და რა პრობლემაა? და ამა გამოიწვია იმ რაღაცა დაცვის საშუალებების უგულებელყოფა. ეს იყო ჩემი განწყობაა, არ ვიცი, ეხლა რეალურად ეს საკითხი ნაკვლევი არ არის ნაკვლევი, როგორი სურათი გვაქვს გლობალურად, მაგრამ ნუ რაღაც მგონია რომ ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ აი ეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციის ძირითადი საშუალება, რაც არის პრეზერვატივი, კონდომი სახელით ცნობილი ჩვენ საზოგადოებაში, მგონია რომ მანამდეც არ იყო ალბათ ეხლა ისეთი ფართო გამოყენების, ხო? ანუ ყოველთვის იყო პრობლემა მისაწვდომობისას და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რაღაც მგონია რომ ამ ბოლო პერიოდში ადამიანებმა იგნორირება დაიწყეს ამ პრეზერვატივის და კიდე ერთი საკითხი, რომელსაც აქვე ბარემ ამ საკითხზე, მოსწონს რაღაცა ექსტრემალური ფასი, რომელიც საქართველოში ღირს, ეს არ ვიცი ხა რამდენად ნორმალურია, ოღონდ ყველგან ესე არის, რომ 15-20 ლარი შეიძლება ღირდეს პრეზერვატივი. მე მგონი ეს რაღაცებს ეგრე ადეკვატურად არ უნდა იყოს, ხო, აღქმული. ხო, ზურა, მადლობა კითხვისთვის და ნუ შენი აღქმები ხა რაც მოგვიყევი, რეალურად არის ახლოს რეალობასთან და რაც გვაქვს ხა მტკიცებულებები შევხედოთ, ხო? ანუ რეალურად თქვით, რომ არის მზარდი ტენდენცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და არსებობს ქვეყნები, მაგალითად დასავლეთ ევროპაში, სადაც ეს ზედამხედველობა ამ ინფექციებს, აი რაც ჩამოთვალეთ 4 ინფექცია, ხო? არის უფრო სრულყოფილი და უფრო კარგი ხარისხის და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ECDC-მ გამოაქვეყნა ბოლო 2 წლის განმავლობაში გარიშები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე და იქაც ჩანს ზრდა ამ ქვეყნებში. უბრალოდ კარგი ის არის, რომ ის მონაცემები, რაც გროვდება ECDC-ის მიერ, იძლევა საშუალებას უფრო დეტალური ჩაშლა გავაკეთოთ სხვადასხვა ფაქტორების რა. სადაც ერთი საინტერესო რამე ჩანს, რომ ეს ზრდა აღინიშნება როგორც ჰეტეროსექსუალ მოსახლეობაში, ასევე კაცებში, რომელსაც აქვს სექსი კაცებთან, ძირითადად ჰომოსექსუალ და სხვა კაცებთან, ვისაც აქვთ სექსი კაცებთან. ანუ ორივე პოპულაციაში არის ზრდა. ანუ ეს არ არის მაგალითად რომელიმე ერთ პოპულაციაში ზრდა და ამას
ძირითადად უკავშირებენ ზუსტად იმას, რაც თქვი, ანუ მზარდი რაოდენობით სქესობრივი პარტნიორები, რომელიც აღნიშნება ორივე ჯგუფში. და სავარაუდოდ კი არის კონტრიბუცია დეითინგ აპლიკაციების, აი რაც Grindr-ის, Tinder-ის და ასე შემდეგ, ამ ყველაფერში, იმიტომ რომ უფრო მარტივი გახდა დეითინგი და ეს პროცესი და რეალურად რო შევხედოთ, როდიდან მოხდა ეს, ხო, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და რაღაცნაირად ესეც იმეორებს ზუსტად იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ხედავთ. და ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მზარდი პარტნიორები არის ორივე შემთხვევაში, არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ პოპულაციაში. მაგრამ უფრო დეტალურად თუ შევხედავთ, ხო, ამ მზარდი წილის დისპროპორციულად მაღალი წილი მაინც მოდის MSM პოპულაციაზე და MSM პოპულაციაზე და ამის კიდე მრავალი ფაქტორი არსებობს. რამოდენიმე ახსენე, აი ახსენე პრეპი, მაგალითად თქვათ რა არის, ხო, პრეპი არის, ეს არის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა, ანუ რეალურად თუ გაქვს არამუდმივ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტი, შეგიძლია და არის რისკები აი ინფექციის გადაცემის, შეგიძლია მიიღო ან სიტუაციურად კონკრეტული აბი, ან მუდმივად. ყოველდღურად ან რამდენი ხანის შენ ჩათვლი საჭიროთ, ხო? რა თქმა უნდა, კონსულტაციით ექიმთან, ან პროვაიდერთან. ხო და ამ შემთხვევაში, როდესაც პრეპს იღებს, ხო, ადამიანი, რაც შენ თქვი, რომ არის მომენტი, რომ ყველაზე საშიში ამ ინფექციებს შორის მაინც აღიქმება, რომ ეს არის აივ ინფექცია და ნუ ფიქრობ, რომ აივ ინფექციისგან ვარ დაცული და აღარ ფიქრობ კონდომების გამოყენებაზე, ხო? და სხვა თავდაცვით საშუალებებზე და შესაბამისად ეგ ფიქრები არ გაქვს. და იყო ანუ საწყის ეტაპზე ვარაუდი, რომ ზუსტად ამის გამო მოხდა ეს ზრდა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როდესაც შეხედეს გარკვეულ მტკიცებულებას, ნახეს, რომ მართალია იყო მცირე ზრდა ზოგიერთ კვლევაში რეალური ინციდენტობის ამ ინფექციების MSM პოპულაციაში, თუმცა არა ისეთი დიდი, როგორი ზრდაც ფიქსირდება ზოგადად. ეხლა ანუ რა არის ამის მიზეზი რა, ასე რომ შევხედოთ, თავარი მიზეზი არის ის, რომ თუ შევხედავთ ანუ პრეპის დანიშნვის პრინციპს, იქ აუცილებლად, კონსულტაციაც მიდის, რა თქმა უნდა და ეუბნებიან აფრთხილებენ, რომ გაქვს ხაზილი რისკი სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, იმიტომ რომ არის რისკი, რომ არ გამოიყენო კონდომი, ხო? მაგრამ ასევე არის რეკომენდაცია, რომ ყოველ 3 თვეში ერთხელ დაიტესტო სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინო და იმკურნალო. ხო და დადგინდა, ანუ არის ამაზე უკვე მტკიცებულება, თუმცა კიდე ტარდება მრავალი კვლევა, რომ რეალურად გაიზარდა გამოვლენა. ანუ იმის ხარჯზე, რომ ტესტირება არის უფრო რეგულარული და ის, ვინც არის პრეპზე, ის მიდის და იტესტება უფრო აქტიურად. შესაბამისად, ანუ გამოვლენა გაიზარდა და რეგისტრაცია ამ შემთხვევების. რაც კარგია პრინციპში, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი და როგორც ვიცით, ეს 4-ვე ინფექცია იკურნება და დროული გამოვლენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ კონდომებზე და პრეზერვატივებზე, იმიტომ რომ რჩება ერთ-ერთ მთავარ და როგორც ჩვენი საერთო მეგობარი ნინუკა იტყო და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს რეზიდენტული გონორეა. ხო, ეგეც არის. კი ბატონო. აქვე უბრალოდ განმარტავ ეს MSM-ები რო ახსენე. ეს არის აბრევიატურა, ანუ იგულისხმება კაცები, რომლებსაც სექსი აქვს კაცებთან, ხო? ახმადი რო იყოს ჩვენი მსმენელისთვის. ხოლო ეს პრეპი, ეს არის მედიკამენტი, რომელიც პრევენციას უზრუნველყოფს აივ ინფექციისას. ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდე ვილაპარაკებთ. კიდე ერთი საკითხი, რომელიც არის, ისევ ახმებში და ქცევებში რო ვიყოთ და მე უშუალოდ აიმიდა რომ აივ ინფექციაზე მეტი ვისაუბროთ. კიდე ერთი საკითხი არის დამოკიდებულება სექსის მიმართ, იმიტომ რომ ახმული არის რომ საშიში არის აი ეს ეგრეთ წოდებული პენეტრაციული სექსი და იმაგათ ორალური სექსი არის სრულიად უსაფრთხო. რა რისკებს შეიცავს აი ახლა მაშინ ორალური სექსი და იქ თუ გვაქვს ესეთი ბარიერული დაცვის საშუალებები და რასაკვირველია გვაქვს და რომელზეც შეგვიძლია რომ ამ ინფექციებისგან თავი დავიცვათ და
ხო არ არსებობს ესეთი მონაცემებიც, რომელთაც შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად ხშირად გამოყენებადია, ან ცნობიერება რამდენად მაღალი არის ორალური სექსის შემთხვევაში, აი ამ ბარიერული დაცვის საშუალებებზე. კი ბატონო, კაი კითხვაა. ანუ ვისაუბრეთ, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს როცა ვსაუბრობ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, აქ იგულისხმება ასევე ორალური სექსი, სქესობრივი კონტაქტი, რომელიც ასევე არის გადაცემის გზა. თუ ვისაუბრებთ ორალურ კონტაქტზე, ხო, უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ აი ეს საშუალებები განსხვავებული, იმიტომ რომ თვითონ ორალური სექსი არის სხვადასხვა ტიპის, ხო? ანუ სტიმულაცია შეიძლება მოხდეს როგორც პენისის, ასევე ვულვის და ასევე ანუსის შესაბამისად, ანუ ამ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა პრევენციის ზომები არსებობს, ხო? ანუ პირველ რიგში თუ ორალური სტიმულაცია, ვსაუბრობთ ორალურ სტიმულაციაზე პენისის, ამ შემთხვევაში ისევ კონდომი არის მთავარი დაცვის საშუალება. რაც შეეხება ორ დანარჩენს, ხო, ამ შემთხვევაში არსებობს მექანიკური ბარიერი და თუ არსები შენ ასევე სტომატოლოგი ხარ, ზურა, და სტომატოლოგიაში არის ეგრეთ წოდებული dental dam, რომელიც არის თქვა არც ვიცი ქართული ტერმინი რა არის, მაგრამ ეს არის საიზოლაციო საშუალება ლატექსის, ესეთი ოთხკუთხა ფირფიტა, აი სტომატოლოგთან რომ მიდიხართ ხოლმე და პირში რო ჩაგები გამეხოლმე აი ამას, აი ეს ლატექსის ფირფიტა მაგაზია ფასიღირს. კი. კი, ანუ ცალკე არის გამოტანილი როგორც ხო, აი ზუსტად იგივე ბარიერული საშუალება არის რეკომენდებული ამ ორი ტიპის ორალური სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში. ხო, ანუ ეგ არის, მაგრამ აი გამოყენებასთან დაკავშირებით ხო, ინფორმირებულობას დაბალია და მეც რაც მოვძებნე, როგორც ჩანს, ხო, ნაკლებად გამოყენებადია და მე მაინტერესებდა ხა რატო არის ესეთი ნაკლებად გამოყენებადი და იქ ძირითადად განმარტებული არის ხოლმე რომ რაღაცა აზრს კარგავს მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ცოტა მეცნიერება სხვა პასუხი აქვს რომ რეალურად ესე არ არის, როცა ჩვენ სტიმულაციებზე ვსაუბრობთ, ამ სტიმულაციას მაინც მიაღწევ და არაფერში ეს ლატექსის თხელი ფირფიტა ხელს არ გიშლის. მაგრამ ხო, ძალიან ცოტა საუბრობენ, ინფორმაცია ძალიან ცოტა არის, როგორც საფრთხეებზე. ხო, ორალური სექსის ისე აი ამ თავდაცვის საშუალებების შესახებ და მე უკვე კონკრეტულ ინფექციებთან დაკავშირებით კიდე მექნება უფრო დამაზუსტებელი შეკითხვები, იმიტომ რომ არის რაღაცა დაავადებები, რომლებიც აი პირდაპირ არის დაკავშირებული მაგალითად აი ამ ორალური სექსის პრაქტიკებზე და უნდა ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი, ხო? ერთი ალბათ კიდე უნდა გავაკეთო კომენტარი კონდომებზე, იმიტომ რომ კონდომი კი ვიცით რომ არის კარგი საშუალება პრევენციისთვის, მაგრამ პრობლემა კონდომთან ის არის, რომ ყველა არ გამოიყენებს კონდომს სწორედ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დავუშვათ კონკრეტული ტიპის სქესობრივი კონტაქტების დროს ლუბრიკანტის გამოყენებაც, ამასთან ერთად, კონდომთან ერთად. მაგაზე შეგვიძლია მე დეტალურად ვისაუბროთ, მაგრამ ანუ კონდომის გამოყენების წესები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეხლა მაგალითად შარშან იყო შიცის საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში ტარდებოდა და ზოგადად ამ ძალიან ისეთი კარგი კონფერენციებია ხოლმე და აქვს ამ კონფერენციას პავილიონი. პავილიონში სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჯგუფებს მოაქვთ სხვადასხვა რაღაცა მასალები, სხვადასხვა რაღაცა აქტივობები იგეგმება და ერთ-ერთ ფედერალური ჯანდაცვის რაღაცა სტრუქტურა იყო გერმანიის, რადგან გერმანიაში ტარდებოდა, ჰქონდათ დიდი ინსტალაცია პავილიონში, რომელსაც ერქვა პენისის კაქტუსი. ანუ დიდი ფორმის კაქტუსი იყო და ჰქონდა სხვადასხვა ზომის ფორმის პენისები. და აქტივობა ანუ ყველაზე მეტად ერთობოდა იქ ხალხი, იმიტომ რომ ანუ და ამისი დანიშნულება იყო, რომ ესწავლებინათ იქ ყოფი საზოგადოება და ენახებინათ როგორ ხდება დაუშვათ სწორად შერჩევა პრეზერვატივის, ხო? ანუ სხვადასხვა ვიცით, რომ ზომას აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში პრეზერვატივის
და ანუ აი სწავლება ხდებოდა ადგილზე რა, აი რამე ძირითადი რჩევები შეგვიძლია ეხლა ჩვენს სპენდელებს მივაწოდოთ, რაც უნდა მიაქციონ ყურადღება. ხო, ანუ ზომებს პირველ რიგში, იმიტომ რომ კონდომი არ არის უნივერსალური ზომი, სხვადასხვა ზომის არსებობს. ნუ სწორად მოხმარების წესები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად ეს კონკრეტული პენისის კაქტუსი, რომელიც იქ იყო, ეგ ამ პავილიონისთვის შეიქმნა, მაგრამ ზოგადად გერმანიაში აი ეს თემა არის აქტიურად განხილული სექსუალური ჯანმრთელობის სწავლების დროს, რომელიც სკოლებში ისწავლება რა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ნუ კონკრეტულ მულიაჟებზე ხდება ამ როგორ გვაკლია ეს ყველაფერი. ხო, ანუ ეგ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნუ ვამბობთ კონდომს, მაგრამ თუ არასწორად იყენებ კონდომს, აქ შემთხვევაში რისკები იზრდება. ჩვენ სავარაუდოდ, ნუ ძალიან ვცდილობ რომ სწორად კარგად შევარჩიო რესპონდენტი, სადაც რაღაც ცოტა ვიზუალური სინს გვექნება და ამ თემაზე გავაკეთებთ ერთ ცალკე ეპიზოდს, იმიტომ რომ ხო მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად იგივე ამ კონდომებს შორის რა განსხვავებებია ქალის კონდომებზე კიდე ხო ძალიან ბევრია სალაპარაკო. აქვს რაღაცა უპირატესობებიც კი კაცების კონდომებთან შედარებით, მაგრამ მთავარი პრობლემა რაც არის ქალების კონდომების, ეს არის ფასი. ანუ და ხელმისაწვდომობა რა. და ასევე კიდე მთავარი პრობლემა არის ის, რომ აი ვისაუბრეთ კაცების კონდომების გამოყენების სწავლებაზე, ხო, სწორი გამოყენების სწავლებაზე. ქალების კონდომის შემთხვევაში ეგ კიდე უფრო რთული არის რა, ანუ უფრო მეტად უნდა იცოდე ამ ტექნიკა, როგორ უნდა გამოიყენო და შესაბამისად უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი, ხო? მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც ხშირი არის მაგალითად ძალადობა, ქალზე ძალადობა, ან მაგალითად ქვეყანა ჩათვლის, რომ უნდა ინვესტირება მოხდეს მეტი და ყურადღება მიექცეს ქალების კონდომებს და არის რამოდენიმე ქვეყანა, ეხლა სამხრეთ აფრიკა მახსენდება მაგალითად, სადაც გაცილებით რომ ფართოდ გამოიყენება ქალის კონდომები ვიდრე სხვა ქვეყნებში. და ქალის კონდომის ერთი კიდე მაგალითად განსხვავება და დამატებით უპირატესობა ის არის, რომ როგორც წესი ის ასევე ფარავს გარესასქესო ორგანოსაც ქალის შემთხვევაში, ხო? და ამ შემთხვევაში აი ვახსენეთ skin to skin, ხო, კანიდან კანზე გადაცემა, ინფექციის. ანუ პაპილომას და ჰერპესის პრევენციას. უფრო მეტად, იმიტომ რომ უფრო დიდ ფართობზე ხდება, ფართობის დაფარვა ხდება რა ამ კონდომით. შესაბამისად, ანუ უფრო მეტად ამცირებს რისკებს, ვიდრე მაგალითად კაცის კონდომი, პრეზერვატივი, რომელიც კი იცავს და ამცირებს რისკს, მაგრამ skin to skin, ანუ კანიდან კანზე გადაცემის შემთხვევაში სრულად ამ რისკს არ ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო რაღაცა მითხარი, ხო, მოკლედ ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს. ბევრმა ადამიანმა უნდა ვიცოდეთ ბევრი რაღაცა, მათ შორის ქალის კონდომებთან დაკავშირებით. და მესამე ნაწილი ხა, რომელიც ძირითადი საკითხებიდან ზოგადად რომ ამ პრევენციის ნაწილზე ვისაუბროთ, ნუ ეს არის კიდევ ერთხელ ტესტირება. შენ წეგან ახსენე, რომ აი ეს მუდმივი პაციენტები და ასე შემდეგ და მაგაზე აი ამ ეპიზოდზე როცა მუშაობდი, ჩემმა მეგობარმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ აი ესეთი პრაქტიკა არსებობსო რა, რომ მაგალითად არის წყვილი, რომელიც რაღაც მაგალითად 5 თვე ქონდა დაცული სექსი და მე ხა 5 თვე რო უკვე ერთად არიან, მერეო უკვე აღარ იყენებენო კონდომებსო, მაგრამ ამ 5 თვის განმავლობაში არავინ არ გატესტილაო და რამე შეიცვლებოდა თუ არა, ხო, ეს ტესტირების მნიშვნელობა მესმის, რომ ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური ბარიერებია, სხვა ტიპის ბარიერები არსებობს ამ ტესტირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხო, ანუ დღეს გვაქვს ჩვენ ახლა ისეთი რომელიმე ინფექცია, რომელზეც თქვათ რომ თუ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენ თუ არა მნიშვნელობა არა აქვს განწირული ხარ, მე მგონი ეგეთი რაღაცა აღარ არსებობს, ხო, არც ერთი. ამიტომ ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული აღმოჩენა ამ დაავადებების, ხო? კი ბატონო, კი, ანუ ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტესტირების აი კონკრეტულად მაგალითად ვისაუბრეთ ვახსენეთ რამოდენიმეჯერ მაღალი რისკის ქცევა, ხო? ანუ არ უნდა მოვახდინოთ ზოგადად სტიგმატიზება ბევრი რაღაცის, ხო? მათ შორის სქესობრივი აქტის, ხო? როდესაც ვამბობთ მაღალი რისკის ქცევა, ჩვენ გულისხმობთ მაღალ რისკს იმის მიმართ, რომ მოხდეს ინფექციის გადაცემა. თორე ანუ რეალურად თუ შეიმინგ როგორ არის, ანუ თუ ადამიანი ანუ შენი შერცხვენით იქნება დაკავებული და ანუ სტიგმატიზებას გაუკეთებს მთელ რიგ აქტივობას, ხო, დამუნათება ადამიანების. არა თუ მიდიხარ კლინიკაში მარტივად რო თქვა და იქ გამუნათებენ და გეუბნებიან თო ეს რა გააქენი და ეს როგორ მოიქეცი და თან ტესტს თავაზობენ, საერთოდ არ მოგინდება, ხო, იქ მისვლა და ტესტის მიღება. ამიტომ არსებობს ეგეთი
ტერმინი, არც ესე გადავთარგმნი, რაც სექს-პოზიტიური დამოკიდებულება რა. თუ სექს-პოზიტიური დამოკიდებულება ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი, მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის პროვაიდერია, ანუ უფრო მეტი ადამიანი მივა და დაიტესტება ესეთ დაწესებულებაში, პროვაიდერში, ხო? და თუ ეს პრობლემა არსებობს, თუ სტიგმატიზაცია არის აი ამ მაღალი რისკის ქცევების, რაც ვახსენეთ და ამ ადამიანების, ხო, მაგ შემთხვევაში მოერიდება ესეთ სერვისების მიღებას ადამიანს. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ ქვეყნებში ასევე ჩართულობა თემის და არასამთავრობო სექტორის, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში და ძალიან ბევრ შემთხვევაში ესეთ გარემოში ურჩევნია ადამიანს რომ მივიდეს თავის თანასწორთან და თავის თემის წარმომადგენელთან და იქ დაიტესტოს. საქართველოში არის ეს სერვისები ხელმისაწვდომი, მათ შორის ანონიმური ტესტირება და კონსულტირება და ძალიან მნიშვნელოვანია. სქესობრივი გზით გადამდებ ყველა ინფექციაზე და ასევე აი ინფექციაზე. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხო მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო ესენი არის რეალურად სათემო ორგანიზაციები, რომელსაც აი ესეთი ბარიერი მინიმუმ მოხსნილი არის და მათ შეუძლიათ ამ სერვისის მიწოდება და ადამიანს ეს ეხსნებათ. მუშაობენ, მაგრამ მინდა რომ თქვა, რომ ანუ თავარია რომ სახელმწიფომ, ეს არ ეხება მარტო საქართველოს ნებისმიერ ექს-სახელმწიფომ, გაითავისოს რამდენად მნიშვნელოვანია ამ სათემო ორგანიზაციების არსებობა. განსაკუთრებით ისეთ გარემოებში, სადაც კიდევ ერთხელ არის მაღალი სტიგმა და დისკრიმინაცია კონკრეტული ადამიანების თუ რაღაცა ინფექციების მიმართ, ხო? ანუ თუ ეს არ არის გათვითცნობიერებული, ანუ აი პოლიტიკის შემქმნელები ვინც არიან იმათ დონეზე, მე უკვე ძალიან უჭირს ამ სათემო ორგანიზაციებს ფუნქციონირება. რა პირიქით, ამ შემთხვევაში სათემო ორგანიზაცია და სახელმწიფომ შეთანხმებულად უნდა იმუშაონ და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ ასეთი ორგანიზაციების არსებობას. ხო, რაც ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დღეს საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს სიგიჟე დასრულდება, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციების დამსახურებაა ის, რომ ამ ინფექციების უდიდესი ნაწილი, მათ შორის HIV ინფექციის გავრცელება საქართველოში დიდი არ ყოფილა, ხო? იმიტომ რომ მუშაობდნენ ადამიანები, აწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ადამიანები ამ საკითხებზე და შედეგები დღეს ასე რეტროსპექტულად რო შევაფასოთ, კარგი იყო. მოახერხეს მათ მობილიზაცია ხალხის და ჩართვა ამ პროგრამებში. და მინდა რომ გადავიდეთ ხა ამ ინფექციაზე, ამ ინფექციაშიც და მინდა რომ ვისაუბროთ ამ სტატისტიკაზე რა, იმიტომ რომ ჩვენი ახლა ამოვიწერე ბოლო სტატისტიკა, რომელიც შემთხვევით ხელმისაწვდომი იყო, თუ რამეს არასწორად ვიტყვი, მითხარი, რომ ქართულ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში გადაცემის გზებზე მაქვს საუბარი, ჰეტეროსექსუალური კონტაქტები დაახლოებით 53%-ია, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში არის 30%, კაცებს შორის სექსუალური კონტაქტი არის 14%. ხო? ეხა აქ ჩვენ საუბრობთ რაზე, რომ ჩვენ თუ საუბრობთ რა ეს MSM კონტაქტები არის ყველაზე მაღალი რისკის, ამაზე მე ვისაუბრებთ რატო არის ყველაზე მაღალი რისკი, ასევე ინტრავენური ნარკომანიის წილი მცირდება ყოველწლიურად, იმიტომ რომ სხვა ტიპის ნარკოტიკები ჩნდება ბაზარზე და ანაცვლებს და ეს რისკი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ სტატისტიკაში ასევე დაწინაურდა ეს ჰეტეროსექსუალური კონტაქტები, ხო? როგორ უნდა წავიკითხოთ ახლა ეს სტატისტიკა? იმიტომ რომ მე და შენ რომ საუბრობდით ამასინათ, მითხარი რომ თლათ ასე პირდაპირ ამ სურათს ასე არ უნდა შევხედოთ, ხო? აქ არის რაღაცა დამალული კარი, რომელიც უნდა შევაღოთ ახლა და აი გითხარი რა შეიძლება იდგეს ამ სტატისტიკის მიღმა. ხო, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ თვითონ აი პოზიტიური ადამიანის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გზით დაინფიცირდა რა. ანუ ყველა ადამიანი იწყებს ერთნაირ მკურნალობას, ხო? ანუ კიდე მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ უნდა შეუწყოთ ადამიანებმა კიდე დამატების სტიგმატიზირებას ხელი, ხო, რაღაც ტერმინების თუ ასე შემდეგ გამოყენებით. უფრო აი ამ სტატისტიკას რაზეც ახლა ვსაუბრობთ, აქ იმისთვის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით დაიგეგმოს პროგრამა. ამ სტატისტიკის მიხედვით ახლა რა გამოდის, ხო, რომ ანუ ესე იგი რაღაცა კონკრეტული თემისთვის კი არ არის ეს რაღაცა ყველაზე მაღალი რისკი, არამედ ზოგად პოპულაციაში გვაქვს რაღაც. კი ბატონო, მაგაზე ვისაუბროთ საინტერესო თემაა და არ ეხება მარტო საქართველოს რა. ანუ ეს არის ერთი მთლიანი სურათი აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, აი ქვეყნებში, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც დასაწყისში, ეპიდემიის დასაწყისში ხედავდით ძალიან მაღალ გავრცელებას HIV ინფექციის ინექციური გზით ნარკოტიკების მომხმარებლებში. ანუ ეს იყო ყველაზე დიდი წილი, აბსოლუტური უმრავლესობა ალბათ წლების განმავლობაში, ხო. რეალურად
ეს შეიცვალა უკვე ახსენე რაღაც გარკვეული მიზეზები, ანუ ნარკოსცენის ცვლილების გამო, პრევენციული კარგი პროგრამების გამო, მაგაზეც ალბათ ვისაუბრებთ ამ პოპულაციაში. შესაბამისად, ანუ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვხედავთ სქესობრივი გზით გადაცემის მატებას. ეხლა მე სქესობრივი გზით გადაცემას თუ შევხედავთ, ხო, იქ არის ჰეტეროსექსუალური გადაცემა და არის MSM გადაცემა, ხო? არსებობს რამოდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევა, მათ შორის უკრაინაში, რაც ხა უცებ მახსენდება და ყირგიზეთში, სადაც იმიტომ ეს არის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გროვდება პროგრამაში. აი მარტივად რო ავხსნათ, როგორ გროვდება, ხო, ადამიანს დაესვა აი პოზიტიური დიაგნოზი, სტატუსი არის პროგრამაში, ან ეპიდემიოლოგი, ან ექიმი გამოკითხავს მას სავარაუდო აი გადაცემის გზების შესახებ, დაადგენს რაღაცა რისკს და მე აი იერარქიის მიხედვით რა, ყველაზე დიდი რისკი რა არის და ყველაზე მცირე, დაადგენს რომ სავარაუდოდ ეს იყო, ანუ ეს არის მაინც სავარაუდო გადაცემის გზა, ხო? ეხლა ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო და როგორც არის აი ეს დანარჩენი ქვეყნები, რაც თქვი, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ სტიგმა, დისკრიმინაცია არის პრობლემა. ანუ მით უმეტეს ეს ხდება როგორც წესი დასაწყისში მკურნალობის და რაღაცა ნდობა უნდა გაჩნდეს, ხო, ექიმს და პაციენტს შორის მკურნალობისას. ანუ როცა დასაწყისში იწყება, კიდევ ერთხელ ამას საქართველოზე არ ვსაუბრობ, მთლიანად რეგიონზე. ხო, ანუ ამ ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ხო, და გეტყვით რატო? ანუ როცა თავიდან ხდება ესეთი რაღაცა სენსიტიური ინფორმაციის მიღება, ხო, ადამიანისგან შეიძლება რომ აი ისევ მაღალი სტიგმის და ზოგადად ფონის გამო ამა თუ იმ ქვეყანაში შეიკავოს თავი ადამიანმა რეალური მაღალი რისკის ქცევის განცხადებისგან და რაღაცა დაფარულად რისკი თქვას. აი მაგალითად თქვას რომ ქონდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტი და რეალურად არა და ქონდა MSM კონტაქტი, ხო? ანუ არის ესეთ შემთხვევები და რატო ვამბობ რომ არის, იმიტომ რომ მაგალითად უკრაინაში ჩაატარეს კვლევა, როდესაც აი ამ რუტინულად შეგროვებულ მონაცემებს შეხედეს, კიდე დამატებით ინტერვიუები ჩაუტარეს უკვე ადამიანებს, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში იყვნენ მკურნალობაზე, უკვე ნდობა არსებობდა, ასევე ჩაატარებინეს ეს კვლევა TEMS, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც უფრო მარტივად და გულახდილად შეუძლია ისაუბროს ადამიანმა თავის არისკო ქცევის შესახებ და დაადგინეს, რომ ძალიან დიდი წილი სქესობრივი გადაცემების, რომელიც დარეგისტრირებული იყო როგორც ჰეტეროსექსუალური პროგრამაში, აღმოჩნდა MSM კონტაქტი. ანუ იყო რაღაცა დაფარული კონტაქტი, რომელიც არ გამომჟღავნდა, ხო? ეხლა რატო აქვს ამ ყველაფრის მნიშვნელობა? კიდევ ერთხელ ამბობ, ინდივიდუალური ადამიანის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პროგრამისტვის აქვს და დაგეგმისთვის აქვს, რომ იცოდეს სად არის აი ორივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც და რესურსების საით მიმართო. გაეროსშიც ის პროგრამაც ამბობს, რომ უნდა იცოდე შენი ადგილობრივი ეპიდემიის შესახებ. სად არის ხო ეპიდემია? ანუ მაგალითად საქართველოში ეპიდემია და მაგალითად აფრიკის რომელიმე 6 ქვეყანაში ეპიდემია შეიძლება განსხვავებული იყოს აბსოლუტურად. ან მაგალითად დასავლეთ ევროპაში ეპიდემია და საქართველოში ეპიდემია. ამიტომ აუცილებელია რომ ვიცოდეთ ჩვენი ეპიდემიის შესახებ. მე როგორც ვიცი, საქართველოშიც იგეგმება რაღაცა მსგავსი კვლევის ჩატარება მის კლასიფიკაციის რო ინახოს, მაგალითად ჩვენთან ამდენად ხდება მის კლასიფიკაცია აი ამ გადაცემის გზების, მაგრამ გარდა ამისა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური კვლევების ჩატარება მაღალი რისკის ჯგუფებში, აი key populations რო ვამბობთ ინგლისურად, რომელიც არის, რა ვიცი, ძირითადი პოპულაცია ან საკვანძო პოპულაცია ქართულად რო გადავთარგმნოთ რა. მნიშვნელოვანია რომ ამ პოპულაციებში დაიგეგმოს და ჩატარდეს კვლევები, რომ ვაწარმოოთ მონიტორინგი რა არის პრევალენტობა, ანუ გავრცელება აი ინფექციის ამ ჯგუფებში. ბოლოს ჩატარებენ, საქართველოში კარგი ის არის რომ ტარდება ეს კვლევები, არის ბევრი ქვეყნები სადაც არ ტარდება, იმ დაფინანსების პრობლემის გამო თუ სხვა პრობლემების გამო. საქართველოში ტარდება და ბოლო მონაცემებით ყველაზე მაღალი გავრცელება არის ზუსტად MSM პოპულაციაში საქართველოში. ასევე აი მაგალითად თუ შევხედავთ ამ მონაცემებს, რაც ოფიციალური სტატისტიკაა, ხო, დარეგისტრირებული შემთხვევების, ვხედავთ, რომ თანაფარდობა მამაკაცების ქალებთან არის გაცილებით მაღალი. ვიდრე მაგალითად იმ ქვეყნებში, სადაც გენერალიზებული ეპიდემია არსებობს და ზოგად პოპულაციაში ვრცელდება აი ინფექცია. იქ როგორც წესი ახლოსანი თანაბარი თანაფარდობა, ხო, ქალებს და კაცებს შორის. აქ თუ არ ვცდები, ხა ბოლო აღარ მახსოვს, აღარ შემიხედავ, 75-25
5%-ზე არის. ანუ წარმოუდგენელია ზოგად პოპულაციაში ვრცელდებოდეს აქტიურად ინფექცია და უფრო მეტი კაცი იყოს ინფიცირებული გაცილებით ამდენად მეტი ვიდრე ქალი, ხო? ანუ არის რაღაცა მარკერები, რაღაცები, რაც მიგანიშნებს, რომ რაღაცა არის, რაღაცა ანუ ინტერპრეტაცია ესე პირდაპირ მარტივად თუმცა კიდევ ამბობ, საქართველოს რთულია საუბარი, იმიტომ რომ აი ეს კვლევა არ ჩატარებულა საქართველოში, მაგრამ გვაქვს მაგალითები სხვა ხო და ტენდენციები შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგის მიხედვით. ჩვენ დაბალი გავრცელების ქვეყანას მივეკუთვნებით, ხო, მე მგონი? ჩვენ ანუ ამბობთ, რომ კონცენტრირებულია ჩვენი ეპიდემია ამ ძირითად პოპულაციებში, საკვანძო პოპულაციებში. და ალბათ თქვათ კიდე რა არის საკვანძო პოპულაციები, ხო? საქართველოს ეს არის კომერციული სექს მუშაკები, ეს არის MSM-ები უკვე ვახსენეთ, ეს არის ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებლები, ეს არის ტრანსგენდერი პოპულაცია და ასევე ანუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პოპულაცია. აი ესენი არის საქართველოსთვის და არ მხოლოდ საქართველოსთან, ჩვენი რეგიონისთვის ძირითადი საკვანძო პოპულაციები. აი ესეთი ეხლა რამდენჯერ მივახსენეთ ჩვენ ეს ინიექციური ნარკომანია, ხო? აი როცა ჩვენ ინიექციური ნარკომანიას ვსაუბრობთ და ინიექციებზე ვსაუბრობთ და რისკებზე, რომელიც ახლავს ამ ინიექციებს, აი ცოტა რომ ჩავშალოთ ეს, რომ კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, აი პრობლემა სად არის? თქვენ ნემსშია იმ ჭურჭელში, სადაც ეს რაღაცა ნარკოტიკული საშუალება, იქ რაც ფილტრებია, კიდე და რაღაცეები, ხო, გამოსაყენებელი, როგორც ვიცი. რატომ იქცა, რატო გახდა, რანაირად არის ეს ინიექციები ესეთი ჭყალებში ეფექტური აივ ინფექციის გადასადებად, ანუ ამ ყველაფერში არის, ხო, მე მგონი, რისკები. ყველა ეტაპზე. კი, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეგროა ვთქვათ, რომ ანუ რეალურად ანუ გაზიარება, ხო, ვიცი, აი ხსმენია რომ გაზიარება შპრიცების და ნემსების. ეს არ უნდა აღიქმებოდეს, რომ რისკს ატარებს მხოლოდ შპრიცის და ნემსის გაზიარება. ანუ აი რაც ახსენე, ხო, ეს ჭურჭელი სხვადასხვა და რაც მოყვება ამ რაც შემადგენელი ნაწილია, ხო, ამ პროცესის, ანუ ყველაფრის გაზიარება არის რეალურად რისკის შემცველი, რა. ანუ რეალურად ანუ მაგალითად თუ განვიხილავთ ეს ეხება არა მხოლოდ ამ გზით გადაცემას, ეხება ასევე სქესობრივი გზით გადაცემას რა. თუ შევხედავთ რაღაცა ინდივიდუალურ აქტზე ან ინდივიდუალურ ქცევაზე რისკს, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ძალიან დაბალია რა. აი რაღაცა არსებობს რა, სადაც მაგალითად 0.6% ერთ აქტზე რისკი ან 1.4%, ხო? და შეიძლება შეგვიქმნას ის წარმოდგენა რომ ძალიან პატარა არის და თითქმის არაფერი გადავრჩები, ესე ვთქვათ რა, უხეშად. მაგრამ აქ მნიშვნელობა ერთ რამეს, როდესაც არის მაღალი რისკის ქცევა, დიდი ალბათობით ეს არ არის ერთჯერადი ქცევა, ეს არის მრავალჯერადი ქცევა. როდესაც მრავალჯერადი ქცევა არის, ეს აკუმულირდება ეს რისკები და უკვე სხვა რისკებთან გვაქვს საქმე, მიხვდით, ანუ არ არის ერთჯერად აქტს აღარ ენიჭება დიდი მნიშვნელობა და მის რისკებს. ამიტომ ამ თხილად უნდა ვიყოთ აი ამ ერთჯერად შეფასებებში, ერთჯერადი აქტის თუ აქტივობის შეფასებებში. და ნუ ასევე გააჩნია ხო რაღაცა იმას ვირუსულ დატვირთვას იმ ადამიანის ვინც არის ინდივიდუალური. ხო, აი იმდენი ინდივიდუალური ფაქტორია, რომ მოკლედ საშუალო სტატისტიკა ამ შემთხვევაში არ გვადგია. და დამშვიდების საფუძველი არ არის, ხო, ის რაღაცა რიცხვები, რომელიც შეიძლება მოიძიო. იმიტომ რისკი მაინც მაღალი არსებობს. მაგრამ ამ პროცესში ხო ზიანის შემცირების პროგრამები, რომლებიც საქართველოში იყო, იმიტომ რომ ის მოიცავდა ასევე თუნდაც აი ამ მოიცა როგორ ერქვა მაგას, მოგეთ ამ ნემსების თუ შპრიცების პროგრამას ეძახდნენ, ხო? აი ამ რაღაცებმაც ალბათ შეცვალა კიდე, ხო, სურათი. ანუ ეს რაღაცა კომბინირებული პროგრამები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში მიდიოდა, სავარაუდოდ ამ ფონსაც ცვლიდა და მათ შორის ეპიდემიოლოგიურ სურათსაც ცვლიდა საქართველოში, ხო? კი ბატონო. ხო, ანუ რა კი არსებობს საქართველოში და ბევრი წელი უკვე არსებობს ზიანის შემცირების ქსელი, რომელიც მოიცავს ბევრ ორგანიზაციას. კარგი იქნება თუ რაღაც ერთ გადაცემას ამას ცალკეც პოდკასტს მივუძღვნი. კარგი იქნება, ხო, იმიტომ რომ რაღაცა დიდი თემაა და მე პრინციპში ამ საკითხის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ანუ ზოგადად რომ თქვათ, ანუ არსებობს ზიანის შემცირების ორი მთავარი აქტივობა რა, ეს არის აი რა ახსენე შპრიცების და ნემსების გაცვლის პროგრამა და ასევე არსებობს ჩანაცვლებითი თერაპია. აი ალბათ ერთი ორი სიტყვით ვთქვათ ჩანაცვლებით თერაპიაზეც, ხო, რა არის ხა ჩანაცვლებით თერაპია?
მოკლედ არსებობს რაცა ხანმოკლე მოქმედების არალეგალური ოპიოიდები, ну აი მაგალითად ესე ჰეროინი რო ახსენოთ და სხვა ოპიოიდები, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ ინექციური გზით. და ვთქვით, რომ ინექციური გზით მოხმარებისას არის რისკები, ხო? ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს უფრო ოპიოიდის, აი უფრო ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდის აგონისტებით ჩანაცვლებას აი ამ არალეგალური მედიკამენტების რა. შესაბამისად რას ვიღებთ რა? ვიღებთ იმას, რომ ინექცია ხდება, შესაბამისად გაზიარება აღარ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად პერორალური მიღება. შესაბამისად, ანუ ვამცირებთ ზიანს, ხო? ვამცირებთ როგორც ინდივიდუალურ ზიანს ადამიანისთვის, იმიტომ რომ აქ რისკები არის მინიმუმი, მაგალითად ზედოზირების, ხო, რომელიც ინექციური ნარკომომხმარების დროს დიდი რისკი არის. ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით, იმიტომ რომ ამ ჯაჭვს წყვეტთ, ხო? ანუ რისკებს იმის, რომ ამ ადამიანმა გადასცეს კიდე ინფექცია სხვა ადამიანებს ინექციური მოხმარების გზით. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. აუცილებელია ასევე ტესტირება ამ ადამიანების აივ ინფექციაზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ ამ გზით ხდება გავრცელება, არამედ ხედავთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, აი რო ახსენეთ ჰეტეროსექსუალური გავრცელების და ხო, არის ეგრეთ წოდებული, ესე ეძახიან ინგლისურად bridge populations, ანუ ის პოპულაციები, მაგალითად, რომელსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი ამ ძირითად პოპულაცია. მაგალითად, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელს ყავს ჰეტეროსექსუალი, ყავს პარტნიორი და შეიძლება გადასცეს ის ინფექცია, აი ინფექცია ასევე სქესობრივი გზით. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვლენა თუ არის ინფიცირებული და დროულად მკურნალობის დაწყება, რომ არა მხოლოდ ინექციური გზით, არამედ სხვა პოტენციური გზებითაც არ მოხდეს გადაცემა ინფექციის. ხო, ეს ისეთი ხო ეს ორი ეპიდემიის თემა და რაღაცები ხო ამ პროგრამებმა ამ ერთმანეთის გადაფარვით და იმიტომ რომ თუნდაც იქ სხვა სერვისებსაც იღებენ სოციალიზაციის აი შემდეგ რეალურად მოგვცა ის შედეგები რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს თუნდაც ამ სტატისტიკის მიმართულებით. ეხლა რომ აი ესე შევაჯამოთ ერთგვარად, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მაგალითად ადამიანის პაპილომა ვირუსებზე, ხო? ადამიანის პაპილომა ვირუსები დღეს პრევენცირებადი დაავადება. საქართველოში გვაქვს პროგრამა, ერთის მხრივ რომ 11-12 წლის ბავშვები ბავშვთა აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით რუტინულად ისედაც იცრებიან 9 კომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც უფრო ფართო მოწვის და ჩვენ საერთოდ მეგობარ ნინუკას უყვარს ეგ თემა ძალიან. კი, და ნინუკასთან ჩვენ ქონდა ეს შესაბამისი ეპიზოდი, აღწერაში დავურთავთ ამ ვიდეოსი და გაფართოებული პროგრამაც მიდის, სადაც ახლა 26 წლის ჩათვლით და 25 წლის 26 წლის ჩათვლით ბიჭები და 45 წლის ჩათვლით ქალები ასევე უფასოდ იცრებიან ამ პროგრამით. ჩვენ გვაქვს ასევე B ჰეპატიტის ვაქცინა, ამაზე საინტერესო ეპიზოდი ქონდა მაია ბუწაშვილთან ერთად, იმიტომ რომ B ჰეპატიტის მართვის პროგრამა, ელიმინაციის პროგრამა ქვია, მიმდინარეობს და ყველასთვის ყველაფერი გახდა უფასო, მათ შორის ეს ვაქცინაც ხელმისაწვდომია, რომელიც გარანტიას გაძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფექცია მით უმეტეს ჩვენს პოპულაციაში ამისგან იქნება დაცული და მისი მძიმე შედეგებისგან, როგორც არის ღვიძლის კიბო. პაპილომა ვირუსების და B ჰეპატიტიც იწვევს კიბოს, სხვადასხვა კიბოებს. შეიძლება გამოიწვევს, რა თქმა უნდა, 100%-იანი ეს ამას არ ნიშნავს და ორივე ინფექცია თან თვითლიმიტირებადის არის, ხო, უმეტეს შემთხვევაში ელიმინირდება ორგანიზმიდან, ყველა შემთხვევაში ეს ამას არ ნიშნავს. ასევე წეგან ჩვენ რო ვახსენეთ ადამიანის პაპილომა ვირუსების სტატისტიკის შეგროვება, მანდ ალბათ კიდე ისიც არცულებს, რომ კაცებში სკრინინგს ვერ ვატარებთ, ხო, და ვერც ვერასოდეს ვერ გვეცოდინება, ამ ეტაპზე რა ინსტრუმენტებიც გვაქვს, იმით რეალური როგორი გავრცელება. სიფილისის შემთხვევაში ასეთი პრევენციული საშუალებები არ გვაქვს, მაგრამ B ჰეპატიტზე ასევე ჩვენ გვაქვს აი დედიდან ბავშვზე გადაცემის და ასე შემდეგ შემთხვევებზე რო საუბრობდით, იმუნოგლობულინის ხო, შრატი, რომელთაც შეგვიძლია რომ დავიცვათ. პეპისა და პრეპის შესახებაც მოკლე ინფორმაცია მივაწოდოთ. შენ ისაუბრო რომ პრეპი ეს არის პრევენციული მედიკამენტი, ხო, რომელსაც იღებს ადამიანი რაღაცა კონკრეტული სქემით, იმისთვის რომ პრევენცია მოახდინოს დაავადების. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს პეპი, ხო? პეპი, რომელიც შეუძლიათ ასევე გამოიყენონ ადამიანებმა უკვე როგორც პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა. ხო. ხო, ესეც სავარაუდოდ ყველგან ფართოდ დანერგილი პრაქტიკაა, ხო ესეა? კი, პეპი არის ფართოდ დანერგილი პრაქტიკა, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ პეპი და პრეპი რაღაცნაირად
ერთი და იგივე მიზანს ემსახურება რა, იმიტომ რომ პეპი არის უფრო ესე ვთქვათ emergency, როგორ გადაუდებელი პრევენციული ზომა. ანუ თუ ვიცით წინასწარ როგორ ექნება დაუცველი მაგალითად სქესობრივი კონტაქტი ან რაღაცა მაღალი რისკის ქცევა, უნდა განვიხილოთ პრეპი და არ უნდა დაველოდოთ რომ ის გვექნება ქცევა, რომ მე გავაკეთოთ, ჩავიტაროთ პეპი. ანუ პეპის აზრი არის, რომ პირველი 72 საათის განმავლობაში თუ არის მაგალითად სარისკო ქცევა და ეს სარისკო ქცევა და ეჭვი იმაზე რომ ქონდა კონტაქტი HIV ინფიცირებულთან, ასევე იგივე პრინციპია მედიკამენტების მიღება ხდება, როგორც მას 28 დღის განმავლობაში, მაგრამ რაც მალე დავიწყებთ უკეთესი, ანუ კურსი უნდა ჩაიტარო, ხო? რაც მალე დავიწყებთ უკეთესი, ანუ პირველ საათებში, მაგრამ 72 საათში უნდა დაიწყოს და აი მაგალითად პრეპის შემთხვევაში თუ ამბობთ, რომ თითქმის 100% არის პრევენცია, პეპის შემთხვევაში არის მაინც რისკები, ამიტომ მნიშვნელოვანია მერე follow-up-ი და ტესტირება, რომ დავწმუნდეთ, რომ არ არის აივდადებითი ადამიანი, ხო? ხო? ანუ პეპის ძირითადი მოხმარება, აი ხა რომ სტატისტიკურად შევხედოთ ხდება, მაგალითად სამედიცინო პერსონალში, თუ მიხვდა ადამიანი რომ ქონდა ხო ექსპოზიცია ვირუსთან. ან მაგალითად ძალადობის მსხვერპლ ქალებში მაგალითად ან კაცებში მნიშვნელობა არ აქვს. თუ მაგალითად არ ვიცით აი სტატუსის შესახებ მოძალადის, ხო? ანუ აი ესეთ უფრო გადაუდებელ შემთხვევებში ვიყენებთ. ხო, აი სამედიცინო პერსონალში მაგალითად შეერჭო ხელი გაეჭრა, ხო, ინფიცირებული პაციენტს ან არ იცის მისი სტატუსი და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში გამოიყენება და ეს სერვისის ქვეყანაში გვაქვს და არის სრულიად უფასო. მე მინდა ეხლა რომ ჩავრთოთ თანასწორობის მოძრაობიდან ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, რომელიც სწორედ ამ პროგრამის შესახებ ისაუბრებს და ის ისაუბრებს, ვისთვის არის ეს პროგრამა ხელმისაწვდომი, როგორ შეიძლება რომ ამ პროგრამებით ისარგებლონ და ასე შემდეგ. აი, რამდენიმე წუთი შეგვიძლია რომ მოусმინოთ და შემდგომ დავასრულებთ. გამარჯობა გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. გიორგი არის თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელი და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ პრეპის პროგრამაზე. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მოწვევისთვის და ზოგადად ამ საკითხით დაინტერესებისთვის და ამ საკითხის აქტუალიზებისთვის. 2018 წლიდან თანასწორობის მოძრაობამ აქტიურად დაიწყო უშუალოდ პროგრამის განხორციელება, ეს არის HIV ინფექციის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკური პროგრამა, პროფილაქტიკის პროგრამა, რომელსაც უკვე 7 წელია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ახორციელებს და ეს თანასწორობის მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია. ჩვენ ამ პროექტს ვახორციელებთ HIV ინფექციის, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში და ვახორციელებთ მას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან ერთად. 2018 წლიდან მოყოლებული პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე მაშინვე დავიწყეთ ამ პროგრამის დანერგვა უშუალოდ სათემო ცენტრის ბაზაზე. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა და ეს სერვისი ხელმისაწვდომი არის შიდსის ცენტრში და მის სხვადასხვა ფილიალში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოში დანერგვა, რომელიც გულისხმობს ამ პროფილაქტიკური პროგრამის ფარგლებში არსებული სერვისების მიწოდება სამიზნე ჯგუფებისთვის, სწორედ სათემო ორგანიზაციის ბაზაზე და არა სამედიცინო დაწესებულებაში. რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა, რა თქმა უნდა, ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა და ეს პროგრამა გახარდა გაცილებით მოქნილი, გაცილებით ხელმისაწვდომი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამის ფარგლებში, არის ის, რომ ისინი ამ სერვისს იღებენ არა სამედიცინო სივრცეში, არამედ იღებენ სრულიად განსხვავებულ სივრცეში სათემო ორგანიზაციის ბაზაზე. აქვე ჩაგიკითხებით, როგორც აღნიშნეთ, უკვე 7 წელი არის, რაც თქვენი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ამ პროგრამაში. თუ შეიძლება რომ რაღაცა ოდნავ დინამიკაზე ვისაუბროთ, როგორი ტენდენცია არის, როგორი მდგომარეობა არის და როგორ იზრდება ადამიანების მოთხოვნა პრეპის პროგრამაზე.
და წლიდან წლამდე ამ პროგრამის ფარგლებში მოცული ბენეფიციარების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება ყოველწლიურად. ჩვენ არ გქონია ამ პროგრამის ფარგლებში ახალი ჩართული ბენეფიციარების კლების ტენდენცია, მათ შორის COVID პანდემიის პერიოდშიც კი და ინდიკატორიც, რომელიც იზრდება, რომელსაც გვიწესებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში იზრდება და ჩვენ მე რამდენადაც მახსენდება ფაქტობრივად ყოველი წლის დასასრულს ჩვენ გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე ამ ინდიკატორს. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა მაყურებელმა ან ნებისმიერმა ადამიანმა იმისთვის, რომ ჩაერთოს პრემიის პროგრამაში? დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. გმადლობთ. რაც შეეხება ისთვის არის ეს პროგრამა და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს პროგრამა არის სრულიად ანონიმური, ანუ ბენეფიციარს არ ესაჭიროება საკუთარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაზიარება არც ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში და არც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრისთვის. რა თქმა უნდა, ამ სერვისს ექიმ სპეციალისტები აწვდიან უბრალოდ ჩვენი სერვის ცენტრიდან, რესურს ცენტრიდან, უпростоრად და ესენი არიან შიდსის ცენტრის ექიმები. და მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ამ პროგრამის ანონიმურობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის კომფორტულობას და ხელმისაწვდომობას და არ ქმნის დამატებით ბარიერს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალობის სრული გარანტიით ვმუშაობთ ჩვენ და ასევე, რა თქმა უნდა, ეს სერვისი არის სრულიად უფასო. ამ პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, პირველ წლებში იყო ასე, რომ პრე-პროგრამის ფარგლებში ერთვებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მაღალი რისკის ჯგუფის წევრები იყვნენ. და ჩვენ ამას სპეციალური შესაბამისი შემუშავებული კითხვარის მეშვეობით ვაიდენტიფიცირებდით, გარკვეული რაოდენობის ქულა უნდა მიგვეღო ამ კითხვაზე პასუხების შედეგად იმისათვის, რომ ეს ადამიანი შემდგომში ჩართულიყო ამ პროგრამაში. თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას აქვს მომატებული რისკი, აივით ინფიცირების გაზრდილი რისკი, მას შეუძლია მოგმართოს და ისარგებლოს ამ სერვისით. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, გლობალური ფონდის მიერ და საქართველოს აივის პრევენციის ეროვნული პროგრამის მიერ იდენტიფიცირებული ის ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ მაღალი სარისკო ქცევა და შესაბამისად პირველ რიგში სწორედ ამ პირებს შორის ვცდილობთ ამ პროგრამის პოპულარიზებას და ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებებს მივმართავთ. მათ შეუძლიათ მოგმართავთ და როგორ შეუძლიათ მათ რომ მოგმართონ თქვენ? დიახ, ჩვენ პრე-პროგრამის ფარგლებში გვაქვს კვირის განმავლობაში 2 დღე, როდესაც ჩვენს ოფისში, ჩვენს რესურს ცენტრში, ქალაქ თბილისში, ია კარგარეთელის ქუჩაზე, ნომერ 2-ში, მოგმართონ 16 საათიდან 20 საათამდე. არსებობს წინასწარი ჩაწერის შესაძლებლობაც ჩვენი საიტის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი მოგმართავს, გაივლის პირველად კონსულტაციას ჩვენს სათემო ოფიცერთან, აუთრიჩ მუშაკთან. ამის შემდგომ ის გადამისამართება უკვე ექიმ ინფექციონისტთან კონსულტაციაზე, ადგილზევე ჩაუტარდება ფლებოტომია და სისხლის ნიმუშის აღება, ვენური სისხლის ნიმუშის აღება, იმისათვის რომ ჩატარდეს რამდენიმე ლაბორატორიული გამოკვლევა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს აივ ინფექციის კვლევა, იმისათვის რომ გამოირიცხოს აივ ინფექციის არსებობა, ვინაიდან ეს პროფილაქტიკური პროგრამაა და ის ვინც უკვე აივ დადებითია და ინფიცირებულია, მას უკვე ესაჭიროება მკურნალობა ანტირეტროვირუსული თერაპიის მეშვეობით. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს, რომ ადამიანი არის ინფიცირებული და შემდგომში სხვა პარამეტრებით, ლაბორატორიული პარამეტრებით უნდა განისაზღვროს მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ღვიძლის ჯანმრთელობა, თირკმელების ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და პრინციპში დღეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა გადასულები ვართ იმავე დღის ინიცირების
ასე ვთქვათ, მოდელზე, როდესაც ბენეფიციარი მოგმართავს ჩვენ, იმავე დღეს მას ჩაუტარდება პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, ასე ვთქვათ, რაც გულისხმობს HIV ინფექციით ინფიცირების გამორიცხვას და იმავე დღეს მიეწოდება მას მედიკამენტი, რომელსაც ის უკვე მიიღებს შემდგომში ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ და დანარჩენი ლაბორატორიული კვლევების შესახებ ინფორმაციას ის ერთი კვირის შემდგომ უკვე შეიტყობს მოგმართავს და ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას. ეს დღეები არის სამშაბათი და ოთხშაბათი, როგორც გითხარით, 16 საათიდან 20 საათამდე. წინასწარ ჩაწერაც არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, დაჯავშნა ვიზიტის და იმავე დღეს მიიღებს ამ მედიკამენტს. რაც შეეხება, ეს არის ორკომპონენტიანი მედიკამენტი, ტენოფოვირი და ენტრიციტამინის კომბინირებული ტაბლეტია და მას ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ის ორი რეჟიმის ფარგლებში, ეს არის ყოველდღიური daily რეჟიმი, რომელიც არის მოწოდებული იმ ადამიანებისთვის, იმ მამაკაცებისთვის, რომელთაც აქვს სქესობრივი კონტაქტი კვირაში 3-ჯერ მეტჯერ, დაუშვათ შემთხვევით სქესობრივ პარტნიორებთან, ან თუნდაც აივდადებით პარტნიორებთან და აგრეთვე ეს არის მოწოდებული, ეს რეჟიმი არის მოწოდებული ქალებისთვის. მაგრამ იმ მამაკაცებს, რომელთაც აი ასეთი სარისკო ქცევების რაოდენობა კვირაში არ აღემატება მაქსიმუმ 2-ს, მათ შეუძლიათ მიიღონ სიტუაციური რეჟიმით ეს მედიკამენტი. ეს გულისხმობს ორ მედიკამენტ, 2 აპს პლუს 1 და პლუს 1 რეჟიმი, ანუ 2 პლუს 1 პლუს 1 რეჟიმს ვუწოდებთ on demand რეჟიმს და ეს გულისხმობს სქესობრივ აქტამდე მინიმუმ 2 საათით ადრე და მაქსიმუმ 24 საათით ადრე 2 ტაბლეტის მიღებას, პირველი მიღებიდან 24 საათში კიდევ ერთი ტაბლეტის მიღებას და პირველი მიღებიდან 48 საათში, ანუ მეორე მიღებიდან 24 საათში კიდევ ერთი ტაბლეტის მიღებას. და სიტუაციური რეჟიმიც ისეთივე ეფექტურია, როგორც ყოველდღიური რეჟიმი იმ შემთხვევებში, რომელიც მე ჩამოვთვალე. და თქვენი პოდკასტის მეშვეობითაც ვისარგებლებ ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, რომ HIV ინფექციის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკა, ანუ პრეპი, პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა ადამიანს იცავს HIV-ით ინფიცირებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ის არ იცავს სქესობრივი გზით გადადების სხვა ინფექციებით ინფიცირებისგან. შესაბამისად, კონდომის და ლუბრიკანტის გამოყენება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კომბინაცია, რომელიც გულისხმობს კონდომის, ლუბრიკანტის გამოყენებას და ასევე HIV-ის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის სარგებლობას, ფაქტობრივად თითქმის 100%-ით იცავს უკვე ადამიანს HIV ინფექციისგან და ასევე კონდომის მეშვეობით სქესობრივი გზით გადამდების სხვა ინფექციებისგან. და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სქესობრივ კონტექსტში არ გამოიყენება პრეპი და ის აგრეთვე მოწოდებულია მათ შორის ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის და შესაბამისად არ მინდა იფიქროს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სქესობრივ კონტექსტში მაღალი სარისკო ქცევის მქონე პირებისთვის არის განსაზღვრული ეს პროგრამა. დიდი მადლობა გიორგი. ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი იყო ის ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვიტყვი იმისთვის, რომ ეს ანონიმურობის პრინციპი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანებისთვის, იმიტომ რომ არსებობს რაღაც პრობლემები, რის გამოც შეიძლება ადამიანმა ვერ შეძლოს ან არ გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მისი სამომავლო ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაყურებლისთვის ერთ რაღაცას დავამატებ, დამატებითი ინფორმაცია ვიდეოს აღწერაში იქნება და თუ დაინტერესდებიან ორგანიზაციის მუშაობით და სხვა დეტალებით, შეეძლებათ რომ გადმოვიდნენ ლინკზე და დაათვალიერონ ან გაიგონ მეტი ინფორმაცია. დიდი მადლობა გიორგი. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ამ საკითხის აქტუალიზება გადაწყვიტეთ და პრინციპში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს საქმესაც ძალიან დაეხმარება. გმადლობთ. დღეს რეალურად მე მგონი ყველა ძირითადი საკითხი, რომელზეც ბაზისურად მინდოდა რომ გვესაუბრა ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, მე მგონი ასეთ ისე გავიარეთ და რამე კონკრეტული რჩევა თუ შეგიძლია ადამიანებს მისცე, თუ გინდა რაღაცის დამატება, შეგიძლია დავამატეთ და შემდეგზე როცა საქართველოს ჩამოხვალ
მინდა რომ ამ თემებზე საუბარი გავაგრძელოთ განახლებული სტატისტიკით და იმიტომ რომ იმდენად სწრაფად იცვლება ჩვენ გარშემო მოვლენები და მათ შორის მაგალითად ხო აი წამოგვეწია სიახლე ამ სტატიას დავურთავ მე ჩვენი ვიდეოს აღწერაში რომ გონორეას საწინააღმდეგო ვაქცინა რომელიც არ გვაქვს მაგრამ აღავჩარ მენინგოკოკური ინფექციის ვაქცინას აქვს რაღაცა ირიბი ზეგავლენა გონორეის პრევენციაზე ხო ასევე ჩვენ მივიღეთ ინექციური საშუალება აივ ინფექციის საწინააღმდეგოდ რომელიც ბევრს ეგონა ვაქცინა მაგრამ ეს ვაქცინა არ არის რეალურად ისევე მუშაობს დაახლოებით როგორც პრეპი და კიდე რა სიახლეები გვექნება ამასობაში ეგეც არ ვიცით ხო არ ვიცი კიდევ ერთხელ მადლობა რომ მომიწვიე და ალბათ ვიტყოდი იმას რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ინფორმირებულობა ხო ადამიანებს და ზუსტად ამას ემსახურება შენი პოდკასტიც და მგონია რომ აი ინფორმაცია და ცოდნა ამ სარისკო ქცევების რისკების შესახებ არის მთავარი. იმიტომ რომ თუ ვიცით და გვაქვს ცოდნა, ანუ ამდენ სიახლეზე ვისაუბრეთ, ხო, პეპი, პრეპი, ვიცით რომ ზოგადად აივის მკურნალობის კუთხითაც ისეთი მედიკამენტებია, რომელსაც რაღაც მინიმალური გვერდითი და თითქმის არაა გვერდითი მოვლენები. ალბათ ანუ ყველაზე დიდი უბედურება იქნებოდა რომ ეხა გარეთ იყოს 1990 წელი, მაგრამ არის 2025 წელი და ამდენი საშუალება. შესაბამისად, ამ ჩემი მესიჯი იქნებოდა ყველა აივ პოზიტიური ადამიანის მიმართ, რომ ეს ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად და არ იყოს ეს აღქმული როგორც რაღაცა განაჩენი, ხო? და რა ვიცი, ანუ ხო, ნამდვილად დავამსხვრიოთ ეს სტიგმები აივ ინფექციის მიმართ, დღეს ის კარგად მართული დაავადება, აღარ წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშროებას და ასევე დავამატებ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს GoWellG, სადაც არის სრული ინფორმაცია ამ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, სად შეგიძლიათ ამ სერვისების მიღება, რომელი სერვისები გეკუთვნით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა უბრალოდ არ იციან ხოლმე, რომ ასეთი პროგრამები არსებობს, ან მისთვისაც არის ეს განკუთვნილი და ხელმისაწვდომი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა და დამემშვიდობები ჩვენს მსმენელსა და მაყურებელსაც არ დაგავიწყეთ დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები და გამოიწერეთ. ამით ძალიან დაგვეხმარებით. ნახვამდის.